გახარ, დროზე წადი. ილიას იცოდე არ გაპატიებ. არ მეთმობი, როგორ გაგიშვა? მე ისედაც შენი ვარ. არაფერი შეიცვლება. შენი შვილი გარეთ ვიღაც ბიჭს ეკუნგურება და შენ აქ მშვიდად იხარ. დაუჯერებელია ბებია. სიძევ რა გინდოდა? ხომ გითხარით არ მომაკითხოთ. ბებიას ამრჩები მეთქი. არა, კიდევ კარგი რომ მოვედი ასია, კიდევ კარგი. საინტერესოა, ჩემი გულშემატკივარი როდის აქეთ გახდი? ხედავ ბებია რა უმადური შვილი ყავს. მოემზადე ახლავე სახლში მივდივართ. დედა მოახშავე მომამზადა. დავსყდე და მშვიდად ვისაუბროთ. მეთინი დღეს ძალიან გავგვინაწყენდა. ამას გარდა გაბრაზებულიც არის. შევეცადე მისთვის ამეხსნა, მაგრამ უნდა რომ შენგან მოისმინოს. რისი მოსმენა უნდა სიძევ? რისი? რომ იმ მაწანწალასთან არაფერი გაკავშირებს, გასაგებია? რომ მივალთ ყველაფერს თვითონ აუხსნი. იმ ბიჭ შენთან დააწყებინე მუშაობა ოსმან. უზარმაზარი მაღაზია გაქვს. საბრალოს ხელფას არ უხდიან. უფულოდ როგორი ცხოვრონ. სიკეთე გააკეთე. ბებიას ისულელეს ნოამბობ. რა იყო? რომ თხოვო სირცხვილია. თანაც ოსმანი უცხო არ არის. ის ბიჭი ძალიან მომეწონა, კარგი ყმაწვილია. მაგრამ ხელფასი არ აქვს. ხომ გესმის? დაუჯერებელია ამ გოგოს. შესაძლოა საზიძო ელოდება სახლში. ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანოთ. მორჩა, წავედით. მიდი, დაეხმარე. კარგი ბებია, კარგი მორჩა. წავიდეთ, დროზე. კარგად იყავი ბებია, ნახვამდის. კარგად იყავით, არ დამივიწყოთ, გამომიარეთ. ისედაც შენი ვარ, არაფერი შეიცვლება. საღამო მშვიდობისა. სად იყავი შვილო? უკვე დაუბრუნდი დედიკო. დედა, რა გემრიელი რაღაცები მოგიმზადებია? მაგარია. რცალო, როგორ ხარ? ხომ მშვიდობაა? კარგად ვარ. სიბელ? უწყენილი რატომ ხარ? გამოცდა ისევ ვერ ჩააბარე? ჩავაბარე. თებში მომაწოდე საჭმელს გადმოგიღებ. გოგო მოგიტაცებია. გილოცავ შვილო. სად არის ჩვენი რძალი ქალბატონი ასიე? არავინ არ მომიტაცებია. შემთხვევით გადავაწყდი. ვილაპარაკეთ და მორჩა. გასაოცარი ამბავია. რას ეძახი დალაპარაკებას? გოგოს საქმრო გაულახე. დანი დაიმუქრე და ძალი წაიყვანე. ეს უკვე მეტია. არ მესმის ამდენ სისულელეს ვინიგონებს. რა დანა? დანა საიდან მოიტანე შვილო? პოლიციას მსგავსი არაფერი უთქვამს. სადღაც მოვისმინე. პოლიციიდან იყვნენ მოსულები. განყოფილებაში გიბარებენ. გაფრთხილებ. ამჯერად თავს ვერ დაიძრე და საერთოდ ვიღაცის საცოლესთან ახელი გაქვს. არაფრის გამო პრობლემებს რატომ იქნი? კითხეთ კიდეც, თქვენ შორის ხომ არაფერი ხდება და ერთმანეთი ხომ არ გიყვართ მეთქი? ნიშნობაც კი შემოგთავაზეთ, მაგრამ ყველაფერი უარყავით. ახლა რა გადაგიმართათ? რა საცოლე? მისი საცოლე არ არის. ბიჭი ამბობს, რომ მხოლოდ ისაუბრეს. ამით რა დაშავდა? ვისაც მიესალმება, ყველა ცოლად უნდა მოიყვანოს? შენ ვერევი. ნადექი უსაქმრო. პოლიციაში წავიდეთ. იქ იტყვის სიმართლეს. არავითარ შემთხვევაში. მისი შეშლილი ძმა ჩემშულს ისევ რამეს დაუშავებს. როგორ არა? იოცნებოს. წავიდეთ, მამა. მოიცადეთ. მარტო არ გაგიშვებთ. მე სამოვალ. ასიე. რა იყო ოსმან? მომისმინე. ზაფერს არ ვეტყვი იმ მაწანწალასთან რომ წაგასარი. კარგი? რომ ვუთხრა, კაცმა უწყის, რას მოიმოქმედებს. იარაღი მუდამ თან დააქვს. როცა გაიგო, რომ ილიასმა ძალით წაგიყვანა, ქუჩაში გამოვარდა და ძებნა დაიწყო. მოუკლავ, გაიძახდა. შეიძლება მართლა მოკლას. ის სულ არ მედარდება, მაგრამ ზაფერი ნამდვილად მენანება. მოკლედ განყოფილებაში რომ გითხრეს ყველაფერი რიგზია და ბები ამისთან წავიდაო, მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხეთ მისი დათყნარება. ასე რომ გაითვალისწინე. ასიე, კარგად დაფიქრდი.
რა მოხდა? ასე ჭვიშთვალით რატომ მიყურებ? სახლში რომ მოხვედი, იმ გოგოს ამბავი ჩვენგან შეიტყე. მანამდე არაფერი იცოდი. დანის შესახებ ასე დაწვრილებით ვინ მოგაწოდა ინფორმაცია? Nereden çıktı bu bıçak muhabbeti? Biliyordum. ვიცოდი. Kızın kardeşi იმ გოგოს ძმა ჩვენთან სწავლობს. ondan duydum. მისგან გავიგე, მაგრამ არ გითხარით. Bazı laflar da ქალაქში შენზე და ერთ კაცზე ჭორი დადის. bir adam hakkında. Hangi? რა ჭორი? Evli bir adam. ამბობენ რომ ცოლიან კაცთან გაქვს რომანი. Ben genç. მე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ვარ. sahibi. თანაც კარგი სამსახური მაქვს და ქრივი ვარ. Benim hakkımda ამ ქალაქში კი bu kasabanın ჭროობის en გარდა büyük სხვა საქმე არ აქვთ. Çarşıdaki şu beyaz სახობას ხოვრებო ტექნიკის მაღაზიის მეპატრონეს ხვდები. O öğrencinin veli. ის იმ მოსწავლის ნათესავია. Şu kızın da eniştesi. გოგონა კი მისი ცოლის და. ასიე, მომისმინე. ჯერ ახალგაზრდა გამოუცდელი გოგო ხარ. კაცებს არ იცნობ. შენ გონია რომ ყველა კაცი მამა შენის და შენი ძმისნაირია, მაგრამ არა. კაცები ტურებივით არიან. ასიე, დამიჯერე ტურებივით. ისინი ტკბილი სიტყვით გირევენ ტვინს, რომანტიკულ შეტყობინებებს გიგზავნიან და მერე უცებ მიხვდები რომ არასასურველ მდგომარეობაში ხარ. გვიანაცნობიერებ რომ შენ მიმართ არც ისეთი სუფთა განზრახვა ქონია. მე კი რას გთავაზობ? ბიჭი კი არა ნამდვილი ოქროა. ამ ბიჭმა 2 დღის წინ დედმამა კასერიაში წაიყვანა და უკან დაბრუნდა. ბიჭს არ ეცალა და გული მაინც არ დაწყვიტა. გესმის? აი რა ბიჭია. ხედავ? აბა? Bak kızım. მომისმინე სიბელ. Beyinsiz bir. სისულელეების ლაპარაკს მორჩი. Ne işim olur benim? იმ კაცთან რამე საქმება? O cankat denilen ჩემს kızın მოწაფეს. sesi güzel. ჯანკაც არაჩვეულებრივი ხმა აქვს. Arkadaşlarına mail etmesini istemiyorum. მისი ოჯახი კი წინააღმდეგია სცენაზე რომ გავიდეს. ბიჭი ძალიან განიცდის. ამიტომაც რამდენჯერმე მის სიძესთან მომიხდა შეხვედრა. რომ მეკითხა, ბიჭს კონსერვატორიაში გაუშვებდნენ თუ არა. Adam da velisi. მე მისი კლასის დამრიგებელი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა. ის კაცი კი მისი ნათესავია, სულ ეს არის. შენ ჭორიკარე მეგობრებს კი გადაეცი რომ საჭიროოდ ვინმე სხვა იპოვონ. ამას გარდა არც ისეთი უტვინო ვარ. რომ ცოლიან კაცთან დავიჭირო საქმე. უცოლო და ღირსეული ბიჭის პოვნაც თავისუფლად შემიძლია. რძალო, ქალაქში ჩემი ძმა ყველას უყვარდა. Senin buralarda pek şansın yok. აქ ამის შანსი ნაკლებად გექნება. Eğer bu dedikodular ის ჭორი მართალი თუ აღმოჩნდება და ცოლიან კაცს მართლა ხვდები. მამა ჩემი საკუთარი ხელით წაგიყვანს შენს მშობლებთან. მამა შენი კი ნამდვილად მოკლავს. ან სიცოცხლის ბოლომდე სახლში გამოგედავს და აღარც მუშაობის უფლებას მოგცემს. ამას მე არ უნდა გახსენებდე. ისედაც კარგად იცი ხომ ასია? Ama ხო, მეგობარი მართლაც მყავს, მაგრამ ცოლიანი არ არის. çok ის yakışıklı. ძალიან სიმპათიური და კეთილშობილი ბიჭია. Sen şimdi bu dedikoduyu gel yatır. ასე რომ შეგიძლია ეს ჭორი გაავრცელო, კარგი? ვინ არის? Gelmeyecek. არ მოვა. არ მოვა, ძმაო. Siz beni არ ტყუილად მაკავებთ. hem თანაც ben daha fazla თავს ვეღარ küçültemem დავიმცირებ. ki. Benim de მეც kendime მაქვს bir saygım var. თავმოყარეობა. Ay şiştim. ცუდად ვარ. Ben çekemem. ამას ვერ გავუძლებ. Yok. ოქროს, İsterse zincir ლანგრით, სიმდიდრეს ვთავაზობთ. არა, Yok. არა. Asiye de yapamaz. ასე არ დათანხმდება. Olmaz. აუცილებლად იტყვის უარს. არაფერი გამოვა. Siz babamla დედა, ne kadar güzel შენ და მამას anlaşıyorsunuz. შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ. Yani 30 თქვენი yılda 30 წლიანი arkadan ქორწინების arkadan შესახებ kağıdın წიგნიც კი olduğuna დაიწერება. sohbet. Rahat ბედნიერი eder, იქნება, დამიჯერე, ბედნიერი იქნება. Vallahi şu kıza da შენ უჩაერები, parasız ყველაფერი თავისით მოხდება. bir şey olmuyor. უფულოდ ვერ იცხოვრებს. სიყვარული უცებ გაუნელდება და ხელში რა შერჩება. რომ მოვა. ერთადერთ შეკითხვას დაუსვამ. Soracağım ya. მხოლოდ ერთ შეკითხვას. Tek soru yani. მე კი Sorarak თავს დავანებებ და hayatımda. მისი ცხოვრებიდან სამუდამ წავალ. Sorarsın mı abicim? კითხე ძმაო, კითხე. Sorarsın. მალე მოვლენ. Geliyorlar. როგორც კი შემოვა, მედი და კითხე რაც გაინტერესებს. Karşısına geçip sorarsın. დაწყნარდი, იმ არამზადას გამო ნუ ხარ დაძაბული. Gerildin o. შეგიძლია არ ინერვიულო. Ama hiç. ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ. Arkadaşları iyi. დღეს განყოფილებიდან არ გამოუშვებენ. Bu gece o karada. და სანანია იქ რომ არ ვარ. İşte ben o. განყოფილებაში რაღაც მოხდა და იქ მისვლა ხოლამდე ამიგრძელეს. Bazı mevzular. თუმცა იმ ნაძირალას ხვალ დილიდანვე მივხედავ. Ben mesela. მაგას ვაჩვენებს ეს. დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი. Devran. შავ დღეს დავაყენებ. O zaman da görecek. დამიჯერე.
კომისარ, გეფიცები დანა საერთოდ არ მქონია. უბრალოდ ცოტა წავკამათდი და თავში წამოვარდგი. სულ ეს იყო. დანა ცხოვრებაში არ მიტარებია. რომელი ბანდიტი მემნახეთ? მომისმინიშვილა. ამ ქალაქში უსიამოვნებები ამჭირდება. მამა შენს ვიცნობ და პატივცემ. შენ გიგირჩევნია სპორტს მიხედა. სახელი გაითქვა და წარმატებას მიაღწია. იმ გოგოსთან დალაპარაკება ასე თუ გინდა. ადამიანურად დაპატიჟე. ბაემანი დაუნიშნე და მშვიდად დაელაპარაკე. ხომ არ შეიძლება ამის გამო იჩხუბოდა, მაგი დაუყირავა. ნურც მის ძმას გააღიზიანე, ისედაც გაბრაზებულია. შენ გამო სამსახურიდან 10 დღით დაითხოვეს. ჩემ შვილს მტრად მოეკიდნენ. ახლა არაფრის გამო მთელი ღამე განყოფილებაში უნდა დატოვონ. ეს ყველაფერი იმ გოგოს ძმის ბრალია. რა თქმა უნდა, შენი შვილი ნამდვილი ანგელოზია. სალია, ილიას საგანში თუ ჩასვამენ, ქვეყნის პრეზიდენტთან შევალ და ყველას თავბეც ვაწყებლინებ. რამე იყონე? გამოიყვანე ჩვენი შვილი და აქედან წავიდეთ. არა, ფატმა. ერთხელ მაინც ნუ დააფარებ ხელს. მან უდანაშაულო ადამიანს წემა გესმის? იმ გოგოს აღარასდროს ნახავს. სულ გათავხედნენ. ჩემ შვილს გადაეკიდა და თავს აღარ ანებებს. ის გოგო თუ გიყვარს, დანიშნე. შუამდგომლობას მე გაგიწევ. ზაფერის თუ გერიდება, შეგარიგებთ. საგანგაშო არაფერია. წყენა მალე გაგივლით. დაქორწინება მართლა თუ გინდათ, მე დაგეხმარებით. მინდა კომისარო, მაგრამ არაფერი გამაჩნია რომ შევთავაზო. ვიდრე შეჯიბრში წარმატებას არ მივახცევ და არ დავამტკიცებ რომ რაღაც შემიძლია. ხელი როგორ თხოვო? არც სახლი მაქვს, არც ფული, არაფერი მაბადია. მაგრამ არა უშავს. სულ ცოტა გადარჩე კომისარო. რამდენიმე შეჯიბრის შემდეგ ყველა დაინახავს ვინ ვარ და რა შემიძლია. შვილო, შეჯიბრში მონაწილეობით მომავალს ვერ აიწყებ. კარგი. შენი ნება. ახლა გაგიშვებ, მაგრამ ეს აღარ განმეორდეს. განყოფილებაში თუ კიდევ დაგინახავ, ვეღარაფერი გიშველის და ამ სარჩელის გათვალისწინებით დანაშაულისთვის ორმა გადაიჯები. ახლა კი წადი. გმადლობ კომისარო. აი შეხედე, მოვიდნენ. იმ ბიჭშენგან რა უნდოდა? ნაგითხრა. თავარია ასიამ რა უთხრა, თორემ იმ ბიჭის ნათქვამი ვის აინტერესებს? მისმინე მეთინი. მოდი პირდაპირ თქვათ სათქმელი. ასიე თავისებური გოგოა. ხან ასე იქცევა, ხან ისე, მაგრამ ჩვენი ასიე ჭკვიანი და წესიერი ადამიანია. ასე რატომ მოიქცა? იმიტომ რომ ჩვენს მეთინს პრობლემები არ შექმნოდა. ამისთვის კი როგორ მოიქცა? აბა? ის არ ამზადა. იქაურობას გაარიდა და უთხრა. გეყოფა ჩემი შევიწროვება. საქმრო მყავს და ჩემგან ნურაფერს ელოდებიო. ესე იგი რა გააკეთა ასიემ? მეთინი დაიცვა და თავისი პრობლემები თვითონვე მოაგვარა. ჩვენი მეთინი კი ნამდვილი ვაჟკაცია. კოჩახ, ხოლ ბრაზი გაუმწვავდებოდა და რას იზამდა? წავიდოდა და იმ ნაძილალას ცხვირპირს დაუმტვრევდა. ხომ ასია? ამის გამო კი პრობლემები შეექმნებოდა. არა ასიე, მართლა ჭკვიანი გოგოა, კოჩახ. ყოველთვის ასე უნდა მოიქცე. ქალმა კაცს უსიამოვნება ყოველთვის უნდა აარიდოს. ასიეთ სწორედ ასე მოიქცა. სწორედ. სწორი ნაბიჯი გადადგა. კოჩახ ასიე. დედა სეჰერ? სასაული ქალი ხართ. კოჩახ თქვენ. ასეთი ქალიშვილი რომ გაზარდეთ. გოგო კი არა. ნამდვილი ბრილიანტია. კოჩახ ასიე. ცოლად გამომყვები? ასიე. ასიე, ბიჭმა შეკითხვა დაგისვა.
რა თქმა უნდა, გოგოსთვის მოულოდნელი იყო. ცოტა უნდა დაფიქრდეს, არა? ჭანდაბა. ჩემგან რა გინდათ? რა? მასხრად ამიგდეთ? მე ხომ კეთილი განზრახვით მოვედი. თქვენ კი რა გააკეთეთ? Allah müstahak. ღმერთმა დაგწყევლოს ასიე. ღმერთმა დაგწყევლოს. გამიშვი. გაიწიე. გამიშვი სიწევ. გამიშვი ყველაფერი თქვენს გამო მოხდა. Sen nereye kör olmaya sıcak? სად მიდიხარ, სად? ერთხელ მაინც დაელაპარაკე შვილს, როგორც მამა. ჭკუიდან შევიშლები. როგორ ხარ ძმაო თაღრი? რა მოხდა? კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? აი ღედალი. ნელაჭამი არ დაიხჭო რა გჭირს? ისევ განყოფილებაში წაგიყვანეს? გუშინ გეძებდნენ. იმ გოგოს მასთან პრობლემები არ მიელევა. რას არ იგონებს? დღეს დამაბრალეს რომ იმ ბიჭს თანადავარდყი, რომელიც თავს არ ანებებს. მომისმინე? ამბობენ დანიშნულები არიანო. არა, მსგავსი არაფერია. უბრალოდ თაყვანისმცემელია, ახლა ჩემი საცოლია. მამას უყურეთ. იდი მომიყევი. თქვენ შორის რამე ხდება? თქვი? რა გითხრა ძმაო? თითქოს 3 დღეში ვიყავით და ისევ მიწაზე დავეშვით. რადგან სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, დედა ფათმასთვის უნდა გაგეცნო. ნახოთ. რამეს მოვიფიქრებთ. ახლა ვიადექი და კვერცხი შემიწვი. შენ გამომშიერი დავრჩი. მიდი. არა ძმაო, მალე სახლში წავალ. ველოდები მამა ჩემი როდის დაიძინებს. საშინლად იყო გაბრაზებული, როცა განყოფილებიდან წავამიყვანა. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვერ ვნახოს. კიდევ რა უნდა ვქნა? ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე ჩამიმწარეს. ამასთან ერთად ის მას იძემ და გვინახა. ეს დასაწყისია ძმაო. არ წახვიდი აქ დარჩი. ამ დროს მამა შენს ნუ გააბრაზებ. კარგად იცი, ფხიზელი ძილი აქვს. მიდი ადექი, კვერცხი შემიწვი, მიდი. ისეთი უბედური ვარ, რომ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც დამავალებენ. ღმერთმა გონება გაგინათოს. შეშლილი იყო და ახლა შეყვარებულიც არის. მამასავით გივლიდით. ასე როგორ მომექცა? ნუ თუ ეს დავიმსახურე. ის გავაკეთედაც მამა თქვენმა არ გაგიკეთათ. როდის არ დაგეხმარეთ? ხელცარიელი სახში როდის მოვედი? სამაგიეროს ასე მიხდით? დიდი მადლობა. ოსმან წნევა აგიწევს. გეყოფა ოსმან, თუ ღმერთი გწამს არ გინდა. გამიშვი. ამ ყველაფრის შემდეგ შენი ნახვაც არ მინდა ქალბატონო იფეკ. შენ მოუსინდისო და შემარცხვინა. ჩემთვის აღარ არსებობთ. არც შენ და არც ერთი თქვენგანი. თქვენ გამო იმ ლაწირაკმა დამარტყა. ღმერთმა დაგწყევლოთ. ჯანდაბაში წასულხართ. ღმერთმა დაგწყევლოთ. ღმერთმა დაგწყევლოთ. ოსმან, ჯანდაბა გამიშვი. ოსმან. მის გამო მენგრევა ოჯახი. ღმერთმა დაგწყევლოს ასიე. ძილინებისა ჩემო ლამაზო. საინტერესოა ჩემზე ფიქრობ? ძილინებისა საყვარელო. საინტერესოა კიდევ გნახავ?
ოჩახ, რა ადრე ამდგარ ხარ? ჩაიცა გიდუღებია. სიყვარულმა შეგცვალა. ვერ დავიძინე. მოუთახիր. თაღი ძმაო. ოდესმე ვინმე ყარებია? ვინმე მოგწონს? ისე ნოიქცევი თითქოს არ გაგიგია. ძმაო, შეკითხვა დაგისვი. მე მეუბნები? რაზე ლაპარაკობ? წავალ გამოვიცვლი. შენ კი სუფრა გაშალე, ერთად ვისაუზმოთ. გაიქეცი. ვიცი როგორც უნდა გათქმევინო. რატომ უნდა დაგიმალო? გონია დაგიმალავდი? არა. შენ სავით არ გამიმართლა. Baba, მამა, nereye? სად მიდიხარ? Baba, მამა, dün gece გუშინ ოსმანმა მიმატოვა შენი ქალიშვილის გამო. გესმის? sen çıkıp... იცი მაინც რა მოხდა მას შემდეგ, რაც წახვედი? მამა, Aa, laf söyle. შენ გელაპარაკები. Ay anne nereye დედა, gidiyorsun? მამა ჩემი ასე ადრე საწავიდა. Ne bileyim, არ ვიცი. bir haltlar ამ ბოლო დროს რაღაც ემართება. böyle zamanlı... დრო და დრო სადღაც მიდის ხოლმე და არაფერს ამბობს. Asiye! ასიე, Asiye kalk! ასიე, ადექი საუზმე მოამზადე. ადექი, მიდი შვილო. დედად, ყველად ნუყვირი. ახლა მასთან ვიყავი. კარი არ გამიღო. იცი რას ვფიქრობ? გონი თავი მოიკლა. ღმერთმა დაგვიფაროს. ასიე, ასიე, ასიე. ჯანქად, ენასა მოგაჭრი. ასეთი რა ვთქვი? დღეს თუ არა ხვალ თავს მოიკლავს. თან თქვენი ბრალი იქნება. Nerede o günler? საიდან ასეთი ბედნიერება? Etsin. სჯობს თავი მოიკლას. დავისვენებთ. საკმარისია. ძალიან ლამაზი ხარ. უკვე რამდენი დღეა შენზე ფიქრით ვიცინებ და ვიღვიძებ. ნება მომეცი შენი სურნელი ვიგრძნო.
Ay maşallah. ოჩახ, რა ადრიან დგახარ?